პირველი ლექციის ბოლო მეოთხე მონაკვეთში, ზუსტად მეხუთე მონაკვეთში უკაცრავად ჩვენ შევეცდებით გავაგრძელოთ მოკლედ გემოვნებიანი ლიტერატურის ისტორიის პერიოდების მიმოხილვა, იმისთვის, რათა თქვენ იცოდეთ, რისი შესწავლა მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ კი დაინტერესდებით გემოვნებიანი ლიტერატურის ისტორიით და შუა საუკუნეების კურსის გავლის შემდეგ თქვენ გააგრძელებთ კურსების გავლას. პირველ რიგში ბურჟუაზიულ ეპოქაზე შემიძლია გითხრათ, რა განაპირობებს მოდერნის ეპოქის განსხვავებულობას შუა საუკუნეების ეპოქის ლიტერატურისაგან. ყველაზე მკაფიო განსხვავება არის ის, რომ შუა საუკუნეების ლიტერატურა მაინც ორიენტირებულია ანტიკური ეპოქის ღირებულებებზე, მის კანონზომიერებებზე და ასე ვთქვათ, მაინც გარკვეულ თვალსაზრისით ეპიგონური. არ ცდილობს რაღაც სიახლის, რაღაც ორიგინალური ქმნილებების შექმნას და არ ცდილობს ადამიანების აზროვნების სრულიად სხვა მიმართულების წარმართვას. ამ მხრივ გამონაკლისი იყო, რა თქმა უნდა, რენესანსი, თუმცა რენესანსშიც კი შეიმჩნეოდა ეს ცდელობა ანტიკურობის მორიგებისა ქრისტიანულ ღირებულებებთან. ბურჟუაზიულ ეპოქაში კი, ანუ მე-18 საუკუნეში პრაქტიკულად სოციალურ დონეზე პირველ რიგში მნიშვნელოვანი რამ ხდება, ეს არის საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია, რომლის შედეგადაც ფეოდალიზმი პირველად დაემხო ევროპაში, მართალია შემდეგ მას მოყვა რეციდივები, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ამ რევოლუციით იწყება ფეოდალიზმის დამხობა და ამავე რევოლუციით პირველად გახდა აშკარა ბურჟუაზიის, როგორც ახალი სოციალური კლასის ბრძოლა თავისი უფლებებისთვის, გულისხმობ იმას, რომ აი ამ მოქალაქეთა ფენამ, რომლებსაც არ ჰქონდათ არც განსაკუთრებული დიდგვაროვანი წარმომავლობა და არც სხვა რაიმე სტატუსი სოციალური, აი ამ ფენამ მოითხოვა თანასწორობა, მოითხოვა იგივე უფლებებით სარგებლობა, რომელიც ჰქონდა ფეოდალებს. ანუ მათ პირველად გაახმიანეს ეს სოციალური თანასწორობის იდეა. მათვე მოიტანეს ახალი ღირებულება და ეს ახალი ღირებულება იყო გონება, რაციონალიზმი და პრაქტიკულად რაციონალიზმი, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება დაედო საფუძვლად განმანათლებლობის, ასე ვთქვათ, ეპოქას ლიტერატურაშიც და ფილოსოფიაშიც. რა თქმა უნდა, მე-18 საუკუნიდან ყველაფერი გაცილებით უფრო ჩქარა ვითარდება და ეპოქები უფრო ჩქარა ინაცვლება ერთმანეთს, ვიდრე ეს იყო შუა საუკუნეებში. ისედაც საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ შუა საუკუნეებში შექმნილი ტექსტების მოცულობა ბევრად უფრო ჩამორჩება, თუნდაც მე-18 საუკუნეში შექმნილი ტექსტების რაოდენობას. მარტივ მიზეზით, იმიტომ რომ სტამბა მე-18 საუკუნეში უკვე ვითარდება, მე-19-ში ხო სულაც უკვე არსებობს გამომცემლობები და არსებობს ისეთი ფენომენი, როგორც არის დამოუკიდებელი მწერალი, ანუ ადამიანი, რომელიც თავისი პროფესიით არის მწერალი, ძირითადი პროფესიით არის მწერალი. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ არსებობდა მე-18 საუკუნემდე და ძირითადად ის გოსნები, ვინც ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, აღიქვებოდნენ ერთგვარ დამხმარე მეორად, ასე ვთქვათ, ბოჰემურ პიროვნებებად, რომლებიც ნამდვილად არ იქნებოდნენ საზოგადოების ჩვეულებრივი რიგითი წევრები. კარგით, რაც შეეხება მე-18 საუკუნიდან ამ ეპოქების ძალიან რადიკალურ და სწრაფ ცვალებადობას, ეს აჩქარება დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა იმასთან, რომ ეს პირველ რიგში იმასთან, რომ ძალიან
დიდ ღირებულებად ჩამოყალიბდა განახლება, ანუ სიახლე და ორიგინალობა. მწერალს მოეთხოვებოდა არა პლაგიატობა, არა ძველი მწერლის მიბაძვა, ან ანტიკური ხანის ავტორის მიბაძვა, არამედ სრულიად ახალი თემების წამოჭრა, ახალი ესთეტიკური ფორმების გამოყენება, რამაც განაპირობა სწორედ ეს განახლების ტალღა და ეს ტალღა პრაქტიკულად გრძელდება მთელი მე-19 საუკუნეების განმავლობაში, პრინციპში დღემდეც გრძელდება, მაგრამ მწვერვალს ამ განახლების ტალღამ მიაღწია ცხადია მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანუ ეს ის ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მოდერნიზმს და ავანგარდიზმს. ავანგარდიზმი ეს არის უკვე რადიკალური განახლების მოთხოვნა, როდესაც ყველაფერი ძველი გამოცხადდა ალბათ და უვარგისად და გაისმა მოთხოვნა იმისა, რომ ხელოვნება იყოს, ხელოვნება მოკლას ხელოვნება, უხეშად რო ვთქვათ, ანუ ხელოვნება სრულიად ახალი გზებით, ახალი ესთეტიკური ფორმებით განიმსჭვალოს და უმღეროს, ასე ვთქვათ, ახალ სამყაროს, რომელიც უნდა ყოფილიყო აუცილებლად განსხვავებული ამ ძველი სამყაროსგან. თუმცა ისე როგორც ყოველთვის ადამიანები და კაცობრიობა და დასავლური ცივილიზაციაც ყოველთვის ვარდებოდა ერთი უკიდურესობა და მეორეში რეალურად ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ამ მიმდინარეობების თანმიმდევრობას და შევამჩნევთ ადვილად, რომ სენტიმენტალიზმი მაგალითად სხვა არაფერია თუ არა რეაქცია განმანათლებლობაზე და მისი უკიდურესი საპირისპირო გამოხატულება, იმიტომ რომ განმანათლებლები განადიდებენ გონებას და რაციონალიზმს, სენტიმენტალისტები გრძნობებსა და განცდებს და რეალურად ეს ორი რამ ერთმანეთს უპირისპირდება. რომანტიზმი არის ერთგვარი მცდელობა რენესანსის მსგავსი, რომ შეერწყას ერთმანეთთან განმანათლებლობის მსოფლმხედველობა და სენტიმენტალიზმის ღირებულებები. შემდეგ არის რეალიზმი, რომელიც არის რეაქცია რომანტიზმულ მეოცნებეობაზე და განშორებაზე მატერიალური სამყაროდან. რეალიზმის რადიკალური, ასე ვთქვათ, ფორმა ნატურალიზმი და ნატურალიზმზე უკურეაქცია არის თავსხრივ დეკადანსი, რომელიც ეხმიანება ისევ და ისევ რომანტიზმს და უპირისპირდება ერთ-ერთ რეალიზმს და მეორე ნატურალიზმს და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს მიმდინარეობები მუდმივად ერთმანეთს უპირისპირდება და აი ამ ასე ვთქვათ დიალექტური პროცესის შედეგად ჩვენ მხოლოდ ზოგჯერ ძალიან იშვიათად ვიღებთ რაღაც ჰარმონიულ სინთეზურ მიმდინარეობებს ლიტერატურის ისტორიაში. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა დავასრულო ჩემი ლექცია იმით, რომ აი ეს პროცესი განახლებისა, მუდმივი, ასე ვთქვათ, ძველის დადგმვის და გადალახვის მუდმივი ცდელობა მეტნაკლებად სრულდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ის ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ უკვე ჩვენს დღევანდელ პლურალისტურ, დემოკრატიულ, ან თუნდაც ლიბერალურ ეპოქას, ამ ეპოქისთვის უკვე დამახასიათებელია ბევრად უფრო მიმტევებლური დამოკიდებულება ტრადიციის მიმართ და რეალურად ის, რასაც ჩვენი თანამედროვე მწერლები აკეთებენ, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა აი ამ ძველი ტრადიციული ფორმების, სიუჟეტების, მოტივების, პერსონაჟების დაბრუნება, მათი გაცოცხლება, აღდგენა ახალ ტექსტობრივ, ასე ვთქვათ, გარემოცვაში, ახალი თემებით და მოტივებით გამდიდრებულ, ასე ვთქვათ, კონტექსტში, რის შედეგადაც ვიღებთ პოსტმოდერნისტულ თამაშს, ანუ ეს არის თამაში კლასიკით, თამაში ტრადიციით, თამაში, ასე ვთქვათ, ძველი ღირებულებებით, თუმცა ეს თამაში ვერაფრით ვეღარ იქნება ისეთივე მიამიტური, როგორიც შეიძლება ყოფილიყო მაგალითად მე-19 საუკუნემდე, არამედ ეს არის თამაში, რომელსაც ახორციელებენ ადამიანები, ვინც უკვე გაიარა მოდერნიზმის საფეხური, ანუ ვინცაც უკვე აღარ შეუძლია იყოს მიამიტი და ამდენად ძალიან რაციონალურად თამაშობს ამ მოტივებით და ცოტა ირონიულად უყურებს ძველს. აი ეს არის დაახლოებით გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიის მოკლე მიმოხილვა. რეალურად
ერთი კურსის ფარგლებში არის მოქცეული მთელი ლიტერატურის ისტორია მე-5-დან მე-17 საუკუნემდე, რაც ისევ ვიმეორებ აიხსნება იმით, რომ ამ ეპოქაში შექმნილი ლიტერატურის მოცულობა მაინც მკვეთრად ჩამოუვარდება დავშვათ შემდგომი ეპოქების ლიტერატურის ისტორიის ლიტერატურულ პროდუქციას. მე-18 საუკუნის ლიტერატურას რომანტიზმის ჩათვლით, ასე ვთქვათ, ეთმობა კიდევ ერთი კურსი, შემდგომი კურსი ეთმობა ლიტერატურულ ეპოქას მოდერნიზმის ჩათვლით და ბოლოს, ასე ვთქვათ, ბოლო კურსი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში იკითხება, ეთმობა ლიტერატურის ისტორიას მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმის ჩათვლით. ვფიქრობთ, რომ ეს დანაწილება არის საკმაოდ ადეკვატური იმ მოცულობისა, რა მოცულობითაც იქნება ლიტერატურული პროდუქცია შესაბამის ეპოქებში. გმადლობთ ყურადღებისათვის, ამით დასრულებულია ჩვენი პირველი ლექცია. კარგი იქნება თუ კი ჩაინიშნავთ ძირითად კითხვებსა და შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც ლექციის მოსმენისას გაგიჩნდებათ და სემინარზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც თქვენ გაგიჩნდებათ და დასვამთ. გმადლობთ ყურადღებისათვის. კარგად.